Спасибо. Გამზარდით. ჩვენ ვიწყებთ ჯვრის ცერემონიალს. ამიტომ თქვენ მოვეზადოთ. მადლობა უთხრათ უფალს. თვითფასობზე ციერო მამა, მადლობას გიხდით, რომ შენ მოგუმადლე, მიწოდებოდეთ შენ შვილებად. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს აქ, რომ დავამოწმოთ ოჯახის დაბადების სასწაული. შექმნილი შენი სულის ძალით და სიყვარულის ძალით. მადლობას გიხდით, რომ სული წმინდა ცხოვრობს ჩვენში და მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაში ის გვაერთიანებს თავის თავთან და ერთმანეთთან. თვითმასე მოგებრებო, ჩვენ აქ უფლის თანდასწრებაში ვზეიმობთ ახალი ოჯახის დაბადებას და შევიკრიბეთ, რომ ვაკურთხოთ ამ წყვილის წმინდა კავშირის დასაწყისი. საქორწინო აღქმა არის დადგენილი ღმერთისგან. ქორწინებაში შესვლა უნდა ხდებოდეს პირადი გადაწყვეტილების, სერიოზული გააზრებისა და აწონდაწონების წყალობაზე, ღმერთის მოშიშებასა და ღვთისმოსაუბაში დარჩენით. იესო თქვა, ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ასე რომ ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ. მათეს სახარებიდან მე-19 თავი. პავლე მოციქულმა თქვა, სიყვარული სულ გრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს სიყვარულს, უწესოდ არ იქცევა, სიყვარული თავისას არ ეძებს, არ რისხდება და სიყვარული ბოროტს არ განიზრახავს. სიყვარული არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, სიყვარული არასოდეს არ გთავრდება. პირველი კორინთელთა 13 თავიდან. ქმრისა და ცოლის სულიერი, შვიდვიერი და ხორციელი კავშირი არის ღმერთის დანიშნულება, რათა მეუღლეებმა თავიანთი ურთიერთდამოკიდებულებიდან განიცადონ ურთიერთსიხარული. კავშირი იმისთვისაა, რომ ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ქმნიდნენ სიმშვიდეს, ზრდიდნენ შთამომავლობას, უფლის შემეცნებასა და სიყვარულში და იყვნენ ერთგულნი ერთმანეთის მიმართ. სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთისადმი უნდა იყოს მუდმივი გზამკვლევი. მათ წინ ელოდება გამარჯვებების მოპოვება, ერთმანეთისადმი რწმენის შენახვა, ერთობლივად ზრუნვა სახლზე, ბავშვების აღზრდა, რომელიც იქნება და პასუხისმგებლობის აღება. როგორც ქმარს, ასევე ცოლს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინება ითხოვს ურყევ ერთგულებას. ღმერთის ცოცხალი რწმენა მოეხმარება მათ, რომ იყვნენ ამაში ძლიერი. ძვირფასო ისრაელ და მარი, თქვენ ცხოვრებაში მოხდა სასწაული, როცა თქვენ მიიღეთ უფალი პირად მხსნელად, იესო ქრისტე. თქვენი შვიდზეციდან და შეერთდით ქრისტესთან. ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. სასწაული მოხდება დღესაც. ეხლაც თქვენ, როდესაც დაქორწინდებით, უფლის ხელი არის თქვენზე. თქვენ გახდებით ერთი მთლიანი, არა მხოლოდ კანონის წინაშე. მოხდება რაღაც უფრო დიადი, იმიტომ რომ ღმერთის ძალა შეგაერთებთ თქვენ. არასოდეს დაამენოთ ეს აღთქმა ეჭვის ქვეშ. თითოეულ თქვენგანში დღეს მოხდება რაღაც განსაკუთრებული, რაღაც წმინდა. ეხლა როდესაც გეხართ ღმერთის წინაშე, მე მოგიწოდებ თქვენ გახსოვდეთ მარადის. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, ერთგულებას შეუძლია, ერთად ყოფნას შეუძლია აშენოს მყარი საძირკველი ბედნიერი ოჯახისათვის. თუ თქვენ წმინდად შეინახავთ დღეს დადებულ საზეიმო აღთქმას და მოძებნით ზეციერი მამის ნების აღსრულებას.
მაშინ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება სიხარული, ხოლო სახლში იმეფებს მშვიდობა და სიწყნარე. ვერანაირი ადამიანური საკვირველები ვერ შეედრება იმ წმინდა საკვირველს, რომლითაც დღეს გაერთიანდებით და არ არსებობს უფრო წმინდა აღთქმა, ვიდრე ის, რომელსაც ეხლა მისცემთ ერთმანეთს. მეჯვარეებს ამ ლამაზ ადამიანებს ვურთხეობთ. თქვენ აქ იმყოფებით არა მხოლოდ ტრადიციის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. იმისთვის, რომ იყოთ მუდმივი მოწმე ამ საოცარი კავშირისა. ძვირფასო საკრებულო, პატივცემულო სტუმრებო გთხოვთ წამოვიდეთ. ამ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა დადოს ქორწინების აღთქმა. თანახმა ხართ? რადგან არ ხართ წინააღმდეგი მათ მიერ გაკეთებული არჩევნისა, მოგიწოდებთ რომ ამ მომენტიდან გააკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ოჯახი იყოს მტკიცე, ბედნიერი, წარმატებული და კურთხეული. მემართვა საქმროსადმი. ყოვლისამწერ ღმერთის და საზოგადოების წინაშე მე გეკითხები შენ ისრაელ. ღებულობ კი მარის შენთვის კანონიერ ცოლად, რომ გიყვარდეს, მხარს უჭერდე, ანუგეშებდე მას, პატივს სცემდე, ზრუნავდე მისთვის და იყო ერთგული დღეთა ბოლომდე. დიახ, ღებული. კვესტი ხო? შემარკუნა. ყოვლისამწერ ღმერთის და საზოგადოების წინაშე გეკითხები. ღებულობ კი ისრაელ შენთვის კანონიერ ქმრად, რომ გიყვარდეს, მხარს უჭერდე, ანუგეშებდე მას, პატივს სცემდე და ზრუნავდე მისთვის. იყო ერთგული დღეთა ბოლომდე. რგოლი ძვირფასებო ეს არის სიმბოლო ნიშნობის და საერთოდ დაქორწინებაში მყოფი წყვილის და როგორც ის არის წრით შეკრული და თითქოს არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული, არის უსასრულო, ესეთი უნდა იყოს თქვენი სიყვარული. ამენ. ეს არის აი ამ სიყვარულის ამ მარადიული და მუდმივი სიყვარულის სიმბოლო. მამაოზე ციელო, შენი დანიშნულება და გეგმა ქორწინებისთვის წმინდა, ბრძნული და კეთილი. ჩვენ გთხოვთ შენ, რომ აკურთხო ეს ბეჭდები, რათა ისინი გახდეს სიმბოლო აღთქმისა, რომელიც ეხლა დგება. აქ შენს თავდასწრებაში და შენი წყალობა იყოს ამ წყვილზე და ამ ყმაწვილსა და ქალწულზე. შენი დიადი მადლით მოეხმარე მათ, ჭეშმარიტი მიზღვრითა და უღრმევი სიყვარულით მიაგონ პატივი ერთმანეთს და შეინახონ ქორწინების აღთქმა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. ამენ. ამენ. მიაწოდეთ ყოველი ცოტა ახლოს მიგდეთ. ჯერა. გამომართვი შენ ბეჭედი მარის. რომბათიც უგეთებ. მოწედე. გაკეთებისას წარმოთქვი ეს აღთქმა. მარი, მე შენ ღებულობ ჩემს ცოლად. რომ მიყვარდე და მიზრუნო შენთვის. წუხარებასა და სიხარულში. სიმდიდრესა და სიღარიბეში. ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს ჩვენ. და როგორც ჩემი შენდამი, სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო მთელი ცხოვრების მანძილზე გაძლევამ ბეჭედს იესო ქრისტეს სახელით. ამენ. მოემზადე გასაკეთებლად და ჩემთან ერთად გაიმეორე. იესო ქრისტეს სახელით. მე ღებულობ შენ ისრაელ.
ჩემს გმრად რომ მიყვარდე ვიზრუნო შენთვის უხარებასა და სიხარულში სიმდიდრესა და სიღარიბეში ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს ჩვენ და როგორც ჩემი შენდამი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო მთელი ცხოვრების მანძილზე გაძლევ შენ ამ ბეჭედს იესო ქრისტეს სახელით ამენ უფალო მადლობას გიხდით ამ შერწყმისთვის და ეს შენი ბეჭედი ზეციდან იყოს მათზე უფალო რომ ისინი არიან დაბეჭდილი თო დავძამდეთ როგორც მორწმუნეს თქვენ ადრეს მიგიღიათ უფლისწერობა თქვენ იცით თუ რას ნიშნავს ეს საიდუმლო მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ ცხოვრობთ ღმერთთან აღთქმაში ეს აღთქმა იყო დარგენილი გოლგოთაზე იესოს მიერ სისხლის დაღვრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენი თანაცხოვრების პირველივე წუთიდან თქვენ პატივი მიაგოთ უფალს პატივისცეთ მის სუფრას თქვენ ახლა ეზიარებით უფალს და გთხოვთ რომ ცოტა მოიწოდეთ მუხლი მოიყავოთ აქ მოიხმარეთ პირველი კორინთელთა ეპისტოლეს მე-11 თავში 24 პუნქტში პავლე მოციქული ამბობს ეს არის ჩემი სხეული რაც იესომ თქვა ძვირფასებო რომელიც გახლავთ სიმბოლო მისი სხეულის ეს დაფლეთილი სხეული პური ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტვრეული ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად ამიტომ გთხოვთ აიღოთ პური ილოცოთ თქვენთვის რომ ხართ განკურნებული მისი ჭრილობებით რომ ერთიანი ხართ უფლის რწმენა გაქვთ და ხართ მუდამ მშიერი მისი სულიერი პურით და ნელ-ნელა მიირთვათ ასევე იესომ თქვა ეს სასმისი ახალი აღთქმა ჩემს სისხლში ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად ყოველთვის როცა დალევთ როდესაც ჩვენ უფლის სერს ღებულობთ ძვირფასებო ჩვენ ვიხსენებთ თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ გოლგოთის ჯვარზე ის ჩვენს ნაცვლად ავიდა იქ ჩვენი ადგილი დაიკავა როგორც ცოდვილების იმიტომ რომ შეგვიყვარა და არ უნდა რომ ჩვენ დავღუპულიყავით არ უნდა რომ დავიღუპოთ იმიტომ რომ ცოდვის ფასი არის სიკვდილი ძვირფასებო ამიტომ მან მოგცა შანსი რომ მივატოვოთ ძველი ცხოვრება მისკენ შევტრიალდეთ გავყვეთ მას და მისი ძალით მისი მადლით სული წმინდის ძალის ხვევით ჩვენ შევძლებთ რომ არ ჩამოვარჩეთ და ვიყოთ მის ყვალში იესომ თქვა ყოველთვის როდესაც ღებულობთ გაიხსენეთ რომ იქ სადაც მე ვიყავი თქვენ უნდა ყოფილიყავით რაც ჩვენში უსაზღვრო მადლიერებას ბადებს და უფრო მეც ვფიქრობთ მასზე
ეფესელთა მეხუთე თავის 22 მუხლიდან. ცოლებო, დაემორჩილებთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის ხსნელი. როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული, ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიასო და ყოველ თქვენგან საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს მოშიშება ჰქონდეს ქმრისა. 1 პეტრეს მესამე თავის მე-7 მუხლი. ასევე თქვენს ქმრებო, გონივრულად მოეყარით ცოლებს. როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოვდეთ. მეორე რჯულის 22 თავიდან. თუ დაემორჩილებით ღმერთს, პირობა, რომელიც ჩვენ გვაქვს წაყენებული, ის ასრულებს პირობის თავის წილს. კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში. კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები, შენი ფარის ნამეტი. კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი. კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას. კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში. აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში. ძვირფასებო, ახლა მე წარმოვთქვა კურთხევა სამწყვილზე, თოთ მიიღოთ და ეუფალმა გაკურთხოს და დაგიცვას. და ეუფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს. და ეუფალმა მოგხედოს თავისი სახით და შვიდობა მოგცეს. მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმინდა ღმერთის სახელით. ამენ. ხოთ შეტრიალდეთ. ქალბატონებო და ბატონებო, ნება მოგეცით, წარმოგიდგინოთ ახალი ოჯახი. თქვენს წინაშეა ისრაელი და მარი მეკოშვილები. შეგიძლიათ მიულოცოთ. დამთავრდა ჩვენი ცერემონია.